ბოლო პერიოდში ყოფილი მთავრობის მიერ ცნობილია ეს ყველასათვის, რომ გაიყიდა მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში, ქედა, ხულო, შვახევი, კობულეთის სამავთყოფოები. გადაეცა სადაზღვევო კომპანია ალდაგიბისის მფლობელობაში, რომლებმაც იქედან დასაქმებული ასობით თანამშრომელი გაუშვეს ყოველგვარი შეკითხვისა და იმის გარეშე მათი შეხედულებით. ხეფასები არის ძალიან დაბალი იქ მომუშავეთა. ამ სამავთყოფოებში მომუშავეები მუშაობენ კონტრაქტების გარეშე და მიდის მათზე პერიოდული ზეწოლა იმ გაგებით, რომ გინდათ იმუშავეთ, თუ არა და წაბრძანდით სახში. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. მუშაკები იმყოფებიან მუდმივ სტრესში. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ გაიყიდა ბავშვთა რესპუბლიკური სამავთყოფო, გაიყიდა ონკოლოგიური დისპანსერი, გაუქმდა პირველი სამავთყოფო, გაუქმდა ვენდის და მეორე სამავთყოფო, გაუქმდა ვენდისპანსერი. ვენდისპანსერი ხალხ სადღაც შეყუჟული არიან და არენდის სახით 2000 ლარს იხდიან ყოველთვიურად მათი გამომუშავებიდან და ამ ყველაფერზე ჩვენ გამოვთქვით ჩვენი პროტესტი. მიმდინარეობს სამშობიარო სახლში ანალოგიური ზეწოლა შრომით კოლექტივზე, რომ მათ აიღონ 3 მილიონამდე კრედიტი და ამ კრედიტით მოხდეს იმ შენობის შესყიდვა, რომელიც ჯერ არ არის გაყიდული და აი ჩვენი პროტესტი მთლიანობაში აგორდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ გუშინ ვიყავით იქა, გაკეთდა განცხადება, დღეს მიმდინარეობს კოლექტივის პროტესტი და მომავლისათვის შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს ძალიან დიდ პროტესტში. დღეს ჩატარდა გაერთიანებაში მედიცინის პროფკავშირების დარგის ბრიფინგი. ბრიფინგი ეხებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობას. კერძოდ, გუშინ თქვენთვის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ იქ დასაქმებულთა სამშობიარო სახლში დასაქმებულთა ვარაუდით იყიდება სამშობიარო სახლი და ფაქტურად პროტესტს გამოთქვამენ ექიმები, მედპერსონალი და ჩვენ ვერთებით მათ პროტესტს. დღეს იქ გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ უფრო დიდ მასშტაბურ აქციაში გადაიზარდოს მათი პროტესტი. გარდა ამისა, მე მინდა გავამახვილო კიდე ყურადღება იმაზე, რომ 4 დღეა უკვე ჭიათურაში მიმდინარეობს მაღაროელთა გაფიცვა, ეგ გაფიცულია რამდენიმე 1000 კაცი. თუ არ ვცდები, ჭიათურელთა გაფიცვას არ არის გამორიცხული შეუერთდეს ზესტაფონის ფეროს ქარხანა, შეჩერდება იქ სამუშაო პროცესი და ჩვენ აჭარის პროფკავშირები გაერთიანება სოლიდარობას უცხადებთ მაღაროელებს და არ არის გამორიცხული ამ აქციას დღესხვალ შეუერთდეს აჭარის პროფკავშირები.